იყო რაღაც საკითხები, დეტალებში ვერ წავალ, რომელიც არ მოდიოდა ახალი სამთავრობის მეთაურის ხედვებთან დაკავშირებით და შესაბამისად მიიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ. ანუ ეს თქვათ რა საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა თქვენი და პრემიერის მხრიდან არ შეგიძლიათ თქვათ, ხო? აი ზოგადად მაინც თქვათ ეს იყო პროექტები, ეს იყო არეალი, რომელსაც ფარავდით, ეს იყო პრიორიტეტები, რომელიც თქვენ მიგაჩნდათ. ეს საკითხი შეეხებოდა სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის თემატიკას. ანუ მას არ მოწონდა რიგი პროექტები, რომელსაც არა, არ მოწონდა ვერ ვიტყვი, რომ გარკვეულწილად საუბარი იყო, რომ გარკვეული ტიპის პროექტები, ასე ვთქვათ, გადახედვა საჭიროებდა და მე ამ პროცესში მონაწილეობას არ ჩავთვალე საჭიროდ სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს იყო პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდით, დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა თუ რაიმე ახალი, რომელსაც იწყებდით. ეს იყო პროექტები, რომელიც დაკავშირებული იყო ამ სამსახურის სტრატეგიულ განვითარებასთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში. და რა სახის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი? თუ ეს არ შეგიძლიათ თქვათ. თავში ვიკავებ მაგ საკითხს. საინტერესო პროექტი იყო სხვათა შორის, ეს შემიძლია გითხრათ. მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მე მგონი განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს შეიძლება კონდეთ და მათი დაზვერვის სამსახურებს. ეს ინფორმაციის გაცვლა გამოცვლად საფრთხის ქვეშ დგება? თუ ჩვენ გავწყვეტთ ან შევასუსტებთ დასავლურ ორგანიზაციებთან, სადაზვერვო ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ჩვენ რომც ძალიან გვინდოდეს, მათი პოზიცია იქნება ძალიან ასე ვთქვათ, თავშეკავებული პოზიცია, რომ გაგვიზიარონ გარკვეული ტიპის ინფორმაცია. სადაზვერვო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის ნაწილი სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობისა. თუ სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობა არის ბუნდოვანი და არ არის აკლია სიცხადე, შესაბამისად ეს აისახება ამ მიმართულებითაც. აისახება თუ უკვე ასახულია, თქვენ კი აღარ ხართ ამ სამსახურის ხელმძღვანელი, მაგრამ თუ ფორმულას მივყვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე შესაძლოა ასახული იყოს, თუმცა მე ამ ნაწილთან შემხებლობაში არ ვარ და შესაბამისად გამიჭირდება რაიმე კონკრეტული თქმა, თუმცა ლოგიკურად წარსული გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია სუბიექტური პოზიცია დავაფიქსირო, რომ დიდი ალბათობით დღეს გარკვეულწილად ეს პროცესი იქნება შენელებული. აი ეს იქნება შენელება თუ შეწყვეტა, ანუ ეტაპობრივი შენელება. დამოკიდებულია როგორ განვითარდება შემდგომში აი რაც უკვე ვიცით, სადაც უკვე ვართ ამ წერტილში. შეწყვეტა შეიძლება იყოს იქ სახელმწიფოებთან მიმართებაში, მაგრამ ალბათ იწილად იქნება შენელებული.